მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ამ ვიდეოში გვექნება UFC კანადის კარდის ბეტინგ განხილვა და გაჩვენებთ ჩემ ბილეთებს თუ რა მაქვს მომზადებული ამ კვირისთვის. თორემ იქნება დავალაიქოთ ვიდეო და გამოვიწეროთ არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი და დამიწეროთ კომენტარები. სანამ ამ კვირის ჩემ ბილეთებს განახებდეთ, მინდა გადავხედოთ წინა კვირას, ჩავხედოთ თუ რა მოხდა ჩვენ ბილეთებში. ერთი ბილეთი მართალია ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ბილეთი წაგებული დარჩა. ჩავხედოთ პირველი ბილეთი რაც გქონდა კურტის ბლეიცი და ჯოშ ჰოკიტის ჯგუფში, გქონდა აღებული 1.5 რაუნდზე მეტი, ეს წამოვიდა, თუმცა მურზაკანოვის მესამე რაუნდიან დესიჟენი გქონდა შემდეგი პოზიცია, რამაც გაასხა სამწუხაროდ და ბოლო პოზიცია იყო პროხასკა და ამანაც გაასხა. შემდეგი ბილეთი გქონდა 6.33 გუშიანი. რატკი გვეწერა პირველი პოზიცია, ეს წამოვიდა, გასტელუმი ვინსენტ ლუკესში 1.5 რაუნდზე მეტი მეწერა, რაც არ წამოვიდა, პირველივე რაუნდში დააფინიშა ლუკემ გასტელუმი, რასაც მე მგონი არავინ არ ელოდა. მესამე პოზიცია გქონდა გამროტის მესამე რაუნდიან დესიჟენი, არც ეს არ წამოვიდა. ძალიან მაგრა იჩხუბა გამროტმა ეგ ჩხუბი და მოახერხა და დააფინიშა რიბოვიჩი, რასაც არ ველოდებოდი და ბოლო პოზიცია მურზაკანოვი, ამანაც გაასხა, არ იყო საერთოდ ახლოსაც არ იყო ეს ბილეთი გამარჯვებასთან. მესამე ბილეთი გქონდა რატკი, მათეუშ გამროტი ესებან რიბოვიჩის ჩხუბში 2.5 რაუნდზე მეტი, რაც არ წამოვიდა რა თქმა უნდა. მურზაკანოვი პროხასკა ულბერგის ჩხუბში KO-ი, გამარჯვების მეთოდი, რომელიმე მებრძოლისგან მნიშვნელობა არ აქვს. KO-ი 1.34, ეს ძალიან უეჭველი იყო, ეს წამოვიდა და ჰოკიტი ბლეიჩი 1.5 რაუნდზე მეტი, ესეც წამოვიდა. მეოთხე ბილეთი, რაც შედარებით ახლოს იყო, ცოტა დაგვაკლდა ამის გამწვანებასთან, პიტბულის და არონ პიკოს ჯგუფში, არონ პიკოს მესამე რაუნდიან დესიჟენი მშვენიერი ურიკუში წამოვიდა. მეორე პოზიცია იყო რატკი პრადოს ჯგუფში, რატკის საბმიშენიან დესიჟენი, ესეც წამოვიდა 1.94 და ბოლო პოზიცია მურზაკანოვმა გაასხა 9.71, ძალიან კაი კუში შეიკრა. აქ ამ ბილეთში ბოლოს ვფიქრობდი მურზაკანოვის მაგივრად ჩამესვა, უბრალოდ ჰოკიტის გამარჯვება 2-2-მდე ქონდა კუში და ეხლა ვფიქრობ რომ შემეცვალა, გავამწვანებდით ამ ბილეთს, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ესე და ბოლო ბილეთიც ვნახოთ. აქ რატკის მესამე რაუნდიან დესიჟენი წამოვიდა და პროხასკას უბრალო გამარჯვება იყო დარჩენილი. მურზაკანოვმაც რო წააგო და სხვა ყველა ბილეთი გაგვიფუჭდა, აი ამის იმედი მქონდა ძალიან მაგრა და ბოლოს ირიმაც ყველაფერში ჩააკუკა მოკლედ და დავჭირთ ბანკროტზე საბოლოო ჯამში, თუმცა ამ კვირას მაქვს მშვენიერი ბილეთები და ძალიან დიდი იმედით და შემართებით ვარ. იმედია ამ კვირას მაინც გავამწვანებ. მოკლედ ამ კვირას მაქვს 3 ბილეთი. მოგეხსენებათ, დიდად სანახაობრივი კარდი არ არის და ბეტინგის მხრივადაც მგონია რომ არ არის კარგი საბეთაო კარდი, თუმცა რაღაცის შეკრება მაინც შეიძლება. მაქვს 3 ბილეთი ამ კვირისთვის. ოღონდ ცოტა სხვანაირ სტილში მაქვს ერთი მთავარი ბილეთი და 2, ასე ვთქვათ, ამ ბილეთიდან გამომდინარე შედარებით უფრო ნაკლებად safe ბილეთები. ჩვენი პირველი და მთავარი ბილეთი UFC კანადის კარდზე იქნება აი ეს ბილეთი. პირველი პოზიცია გვაქვს ბაზუკია მარკო ბარბოსას ჯგუფში. პირველად მეორე რაუნდში დააფინიშებს ბარბოსა ბუზუკიას. ბარბოსა არის ძალიან მაგარი სტრაიკერი, ძალიან კაი მებრძოლია, ძალიან ფეთქებადია და მგონია რომ თავიდანვე დაუსრულებს. პირველ რაუნდშივე მგონია უფრო რომ დააფინიშებს და უფრო ნოკაუტი, ძირითადად ნოკაუტები აქვს ბარბოსას და მგონია რომ დაანოკაუტებს ბუზუკიას. თან ბუზუკიას UFC-ში ერთხელ წაგებული აქვს უკვე პირველ რაუნდში MRC-ის წინააღმდეგ და ვნახეთ და არის იმის საშუალება რომ ეს კაცი დაფინიშდეს თავიდანვე და ვინ თუ არა ბარბოსა, ვინც კლავს ხალხს პირველივე რაუნდში, მგონია რომ ბუზუკიასაც დააფინიშებს. კოეფიციენტსაც რო ჩავხედოთ 1.44 აქვს, არ არის საერთოდ დიდი კოეფიციენტი, ანუ ძალიან მოსალოდნელია ბუკმეიკერებისთვისაც და მეც ძალიან რეალური მგონია, ზუსტად ამიტომ ეს იქნება ჩვენი პირველი პოზიცია. მეორე პოზიცია ჯორდანის და ფილიპსის ჯგუფში იქნება ჩარლზ ჯორდანის მესამე რაუნდიან დესიჟენი. ამ კარდზე ჯორდანს ძალიან მაგრა ვენდობი საერთოდ და მგონია რომ უეჭველი მოიგებს ფილიპსთან, მგონია ფილიპსი გააკეთებს იმას, რასაც სულ აკეთებს. გამოვა პირველ რაუნდში ძალიან აქტიურად დაიწყებს, საერთოდ ყველაფერს გაარტყავს ჯორდანს. ჯორდანი გადაიტანს ამ პირველ რაუნდს, თვითონაც დაუდგება კარგად და მეორე და მესამეში დაიღლება ფილიპსი და საერთოდ იმედი მაქვს რომ და მგონია რომ მესამე რაუნდში დააფინიშებს ამ ჯგუფში ჯორდანი კაილერ ფილიპს. ზუსტად ამიტომ ჯორდანის მესამე რაუნდი ან დესიჟენი 2.38 მშვენიერი კოეფიციენტია და ბოლო პოზიცია გილბერტ ბერნსის და მაიკ მალოტის, ანუ მეინ ივენტში.
გვაქვს აღებული, რომ ბრძოლა დასრულდება KO-ით. ანუ რომელიღაცა მებრძოლი დააფინიშებს, დაანოკაუტებს უпростоრად თავის მეტოქეს. ეს ძალიან რეალური მგონია, ეს კოეფიციენტი 1 და 59 აქვს ჩემთან ქართულ საიტებზე. არ ვიცი ზუსტად რამდენი აქვს, მაგრამ ეს მგონია ყველაზე რეალური, ამიტომ ყველა ბილეთში მაქვს ეს. ვფიქრობ, თავიდან ძალიან დიდი შანსი აქვს მალოტს, რომ დაანოკაუტოს Burns-ი, თუმცა თუ ვერ მოახერხა პირველ-მეორე რაუნდში, მესამე, მეოთხე, მეხუთეში მგონია, რომ Burns ძალიან მაღალი შანსები ექნება. მგონია ძალიან დაიღლება, მალოტი მსგავსად ნილ მაგნისთან ჭხუბში როგორც დაიღალა და მგონია რომ შეაჯდება Burns-ი და დააფინიშებს. ორივეს ძალიან კაი გრეპლინგი აქვს და გამოურიცხავ რომ რომელიმე დაასაბმითოს თავისი მეტოქე და ზუსტად ამიტომ KO DQ მაქვს აღებული 1 და 59 როგორც ხედავთ. საბოლოო ჯამში 5 და 55 გამოვიდა კუში და ეს არის ჩემი მთავარი ბილეთი. გადავიდეთ მეორე ბილეთზე. მეორე ბილეთში როგორც ხედავთ, Burns-ი მალოტის ჭხუბში KO-ით რო დასრულდება დატოვებული მაქვს. დატოვებული მაქვს ასევე შარლს ჯორდენის მესამე რაუნდიან დესიჟენი და ახალი ამ ბილეთში რაც არის გეიჯანგის გამარჯვება, უბრალო მოგება. მგონია ტიაგო მოისეს მოუგებს, ძალიან კაი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან მომწონს, ძალიან შეკრულია, ყველაფერი შეუძლია და მგონია რომ 3 რაუნდი, დიდი ალბათობით 3 რაუნდი დესიჟენით უნდა მოუგოს ჩემი აზრით მოისეს და ზუსტად მაგიტომ აქვს აღებული 1 და 62 აქვს კოეფიციენტი და შემდეგი ახალი კიდე რაც არის აქ ბარბოსას და ბუზუკიას ჭხუბში, რომ ეს ჭხუბი პირველ რაუნდში მორჩება. მგონია რომ ძალიან დიდი შანსია რომ ბარბოსამ დააფინიშოს პირველ რაუნდში და კუშებს პროსტა რო ჩავხედე ბარბოსას პირველი რაუნდის ფინიში და უბრალოდ ჭხუბი რომ მორჩება პირველ რაუნდში ზუსტად იგივე ერთი და იგივე კუში ხონდა, ამიტომ რატომაც არა პირველი რაუნდი ავიღეთ რაღაც აი სულ პატარა შანსი ხო მაინც არის რაღაცა გაარტყას ბუზუკიამ და აქეთ დააფინიშოს, რატო გავრისკოთ მარტო ბარბოსას გამარჯვება პირველ რაუნდში ხო, როცა ესეთი რაღაცაა შესაძლებელი და ზუსტად ამიტომ აქ არის პოზიცია რომ ეს ჭხუბი მორჩება პირველ რაუნდში. საერთო ჯამში არის 11 და 34 და ეს არის ჩემი მეორე ბილეთი. და ბოლო მესამე ყველაზე მსუხე ბილეთი 20 კუშით. აქ ორი პოზიცია მარტივი. პირველი, რაც თქვი, დურინიოს და მალოტის ჭხუბში რომ KO-ით დამთავრდება, ძალიან მაგრამ მგონია ეს და მეორე პოზიცია შარლს ჯორდენის პირდაპირ მესამე რაუნდის ფინიში 13 კუშით, სულ 20 და ეს არის ჩემი მესამე ბილეთი, ცოტა რისკიანი, მაგრამ მივედობი იქნებ გავისროლოთ. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ დავალაიქოთ ვიდეო და გამოვიწეროთ არხი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარები, დამიწერეთ რას ფიქრობთ ჩემ ბილეთებზე. გითხარით ყველაზე მეტად რაც მგონია ამ ქარდზე და შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პოზიციები. გისურვებთ ყველას წარმატებას. Peace out.